ზოგადად ადამიანებს ბევრი რაღაც გადატანა გვიწევს ბავშვობაში. ის რაც ბავშვობაში გავიარეთ, დღემდე მოყვება. პასუხები იმაზე თუ რატო დაგვემართა რაღაც სიტუაცია, ან რატო მოგვექცა ეს ადამიანი ასე, არ გვაქვს. შეიძლება არც არავის არ ქონდეს. და ნორმალურია ეს. რაღაცაზე პასუხი როცა არ გაქვს, ეს ნორმალურია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარი თავი უნდა დაივიწყო, ზურგი აქციო და დაგავიწყდეს ის, რომ შენ საკუთარი ცხოვრება გაქვს და შენ საკუთარ თავზე უნდა იზრუნო. შენ იმსახურებ იმას, რომ ფერფლიდან აღსდგე, გაიხსენო ის, რომ შენ არსებობ, იზრუნო საკუთარ თავზე და კი არ გაექცე, არამედ საკუთარი ხელებით მოაშიშო ის ტრამვები, ის ჭრილობები, რაც გაქვს. გამარჯობა. კეთილი იყო შენ ჩემს არხზე მობრძანება, მე ვარ თამთა და თუ შენს ჩემსავით გაურბოდი ხოლმე საკუთარ თავს, მაშინ ამ ვიდეოს შენთვის ვწერ. პირველი ნაბიჯი რაც უნდა გადადგა და ზოგადად რომ მიმოვიხილოთ ეს თემა. თავიდან უნდა გაიაზრო ის ყველაფერი თუ როგორი ბავშვობა გქონდა. ვიცი რომ ძალიან რთულია, არ არის მარტივი, არაფერი არ არის მარტივი, როცა საკუთარ თავს ეხება საქმე, მაგრამ ეს უნდა გააკეთო საკუთარი თავისთვის. უნდა განმარტავდე და დაფიქრდე ყველაფერი იმაზე, რაც გაიარე. ბავშვობაზე ვსაუბრობ, იმიტომ რომ რეალურად ბავშვობაში როგორი ბავშვობა გქონდა და როგორი ცხოვრება გქონდა, განსაზღვრავს შენს მთლიან პერსონალიც ახლა. რაღაც აქტივა, ეს მოდის შენი ბავშვობიდან, შენი ბავშვობის ტრამვიდან რა. ეს ზრდასრულ ასაკში ჩვენ რეალურად რაღაც ტრამვებს მაინც ისე არ ვიკიდებთ როგორც ბავშვობაში. ბავშვობიდან მოყვება და ვრცელდება მერე შენს მთლიან ცხოვრებაზე. ბავშვობაში შენ ხარ სუფთაფურცელი, მოვა მერე ვიღაც, შეიძლება სრულიადაც გაუაზრებლად, წაგისმევს თავის ტალახიან ხელს და მერე ეს ტალახი მოყვება, სადღაც იჭედები. კიდე ამ ტალახზე ფიქრობ, მაგრამ ის უნდა გააცნობიერო, რომ სინამდვილეში ეს ტალახი შენი არ არის და რადგან შენი არ არის, უნდა მოიშორო. იქნებ ბავშვობაში დაგაჯერეს, რომ ყოველთვის კარგი გოგო უნდა ყოფილიყავი იმისთვის, რომ ვიღაცას ყვარებოდი, ვიღაცის სიყვარული გეგრძნო და ეხლა ეგ ტრამვა და ეგ ტალახი, ასე რომ ვთქვათ, მოყვება შენ და გარეთ ეძებ ისევ ვალიდაციას და იმის დასტურს, რომ შენ ხარ სიყვარულის ღირსი. შეიძლება ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა გქონდა შენს საკთან შედარებით და ეხლა მაინც რაღაც მოყვება რა, მაინც ვერ მოიშორა ის, რომ აუცილებელი არ არის ყველა პასუხისმგებლობა თავზე დაიყარო და საკუთარი თავი დაგავიწყდეს. იქნებ ვიღაცამ ერთხელ სრულიად გაუაზრებლად და გაუცნობიერებლად დაგაჯერა ის, რომ სულელი ხარ, არ ხარ არაფრის ღირსი, არ ხარ ღირებული, არ ხარ კარგი ადამიანი და ეხლა შენს ქვეცნობიერად გჯერა, რომ ეგეთი ხარ და საკუთარ თავთან სულ ვცდილობ იმის დამტკიცებას, რომ არ ხარ ეგეთი. წარსულს ვერ შეცვლი, მაგრამ შეგიძლია შეცვალო ის თუ რას გრძნობ ახლა. და ეს ყველაფერი ხდება და მოხდება იმის შემდეგ, რაც შენ კიდევ ერთხელ დაუბრუნდები იმ ემოციებს, რაც ბავშვობაში გაიარე. მტკივნეული იქნება? კი, იქნება მტკივნეული. შეიძლება თვეების განმავლობაში ტიროდე, გლოვობდე და თავში ხელებს ირტყავდე, რომ ვაიმე ეს რა გავიარე და ვაიმე მაშინ რა ცუდად ვიგრძენი თავი, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. ყველაფერი იწყება იქიდან, როცა კიდევ ერთხელ დაუბრუნდები წარსულ ემოციებს, იმ გზას, რაც გაიარე და ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანს ეშინია წარსულთან მიბრუნების. იმიტომ რომ ტკივილია იქ, იმიტომ რომ აღარ უნდა რომ ის გზა მეორედ გაიაროს, მაგრამ ერთხელ ხო გაიარე და ვის გამო მოგიწია მაგ ყველაფრის გადატანა. ახლა როგორ არ შეგიძლია რომ მეორედ გაიარო, მაგრამ ამჯერად უკვე საკუთარი თავისთვის. წარსულში როცა ჩაძვრები, ყველაფერი უფრო მეტად გეტკინება, უფრო მწარე იქნება, იმიტომ რომ შენ ზრდასრული უყურებ შენს პატარა ვერსიას და ხვდები, რომ ისეთ რაღაცები გაიარა, რაც არ დაუმსახურებია და რა თქმა უნდა ორმაგად მტკივნეულია. მაგრამ ტკივილიდან იწყება საკუთარი თავის შეცნობა. შენ როცა რაღაც ტკივილს გაივლი, იმის მერე უფრო გაცნობიერებული ხარ, უფრო მეტად თავდაჯერებული ხარ, უფრო კარგად იცნობ საკუთარ თავს. და საბოლოო ჯამში გამოდის ის, რომ ზუსტად იცი, რას იმსახურებ და რას არ იმსახურებ. და როცა შენ ეს ყველაფერი უკვე გაცნობიერებული გაქვს, აღარ აძლევ აღარავის უფლებას, რომ თავის ტალახიან ხელი შეგახოსებთ. უნდა რომ კარგად გაიცნო საკუთარი თავი, ესეთ რაღაცას გასწავლე ახლა, რასაც მეც ვიყენებდი ხოლმე და ეხლაც ვიყენებ მომენტებში.
ტელეფონში ნოუთებს ვხსნიდი და ვიწერდი ხოლმე ადამიანებთან ურთიერთობების დროს, რას გრძნობდი, რას განვიცდიდი და რას ვეუბნებოდი საკუთარ თავს. დღის ბოლოს გადახედე მაგ ნოუთებს და ნახავ, რომ უამრავი ნეგატიური რაღაც გაქვს ჩაწერილი და მე უნდა დაიწყო იმაზე ფიქრი, საიდან მოდის ეს ყველაფერი, რატო ვგრძნობ ამას, რატო ვფიქრობ და რის გაკეთება შემიძლია. დააკვირდი საკუთარ თავს, დამკვირვებელი იყავი და შორიდან უყურე შენს გრძნობებს, შენს ემოციებს და შენს ფიქრებს. ვისთან ურთიერთობაში როგორი ხარ, რას გრძნობ, რას ფიქრობ, რას განიცდი, საკუთარ თავთან როცა მარტო რჩები, რა დამოკიდებულება გაქვს საკუთარი თავისთვის, იმიტომ რომ ჩვენ საბოლოოდ მივდივართ იქამდე, რომ საკუთარი თავის მშობლები უნდა ვიყოთ ჩვენ თვითონ. შენ უნდა გაზარდო საკუთარი თავი თავიდან. ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა დაფიქრდე იმაზე, რომ რაც დაწერე შენია თუ არა, სიმართლეა თუ არა, რეალურად ნეგატიური რაღაცები, რასაც ჩვენ თავს ვფიქრობთ ხოლმე, არც ფაქტი არ არის, არც სიმართლე არ არის. უბრალოდ შეიძლება ვიღაცამ დაგვაჯერა, რაზეც დავიწყეთ საერთოდ ვიდეოს ჩაწერა და საუბარი, ვიღაცამ დაგვაჯერა და ეხლა ვგონია, რომ კი ესეთები ვართ, არ ვართ ეგეთები, სინამდვილეში იმდენად კარგები ვართ და იმდენად სრულყოფილები ვართ და საკმარისები ვართ საკუთარი თავისთვის. უბრალოდ ნეგატივი უფრო მეტად იჭერს ადამიანის გონებას, ვიდრე პოზიტივი და შენ უნდა გააკეთოს სრულიად საპირისპირო რაღაცა. ბედნიერი ადამიანები საერთოდ სხვა რეალობაში ცხოვრობენ. იმათაც აქვთ რაღაც ცუდი განცდები, მაგრამ მიციან, რომ ეს ფაქტი არ არის, ეს საიდანღაც წამოვიდა და მოდი ახლა ჩვენ ვუშველოთ ამას. ეს ყველაფერი მოგვარებადია. და შენ შეგიძლია ამ ყველაფერზე მუშაობა, იმიტომ რომ საკუთარ თავს არ უნდა გაექცე, საკუთარ თავს ვერ გაექცევი. შენ მხოლოდ რაც შეგიძლია არის ის, რომ უმკურნალო და საბოლოოდ იგრძნო ის, რომ ძალიან კარგია, როცა საკუთარი თავით სავსე ხარ. ფილინგი იწყება მაშინ, როცა საკუთარ თავზე პატარა ბავშვივით სრუნავ. დააყენე ტელეფონის ლოკ სკრინზე შენი ბავშვობის ფოტო და როცა რაღაცა ნაბიჯს გადადგავ, ამ ფოტოს შეხედე და მერე კითხე საკუთარ თავს. ეს ბავშვი იმსახურებს, ახლა მე რომ ეს ნაბიჯი გადავდგა, კარგია ამ ბავშვისთვის. ვზრუნავ მე ამ ბავშვზე თუ პირიქით ცუდს ვუკეთებ. და მე ნახავ, როგორ შეიძლება შენი ნაბიჯები უფრო უკეთესად და უკეთესობისკენ რა. გახსოვდეს, რომ მარტო არ ხარ. შეგიძლია მომწერო, თუ ვიდეო მოგეწონა და ოდნავ მაინც რაღაც ფიქრები შეცვალა შენში, ოდნავ მაინც თუ დაგხილა, ესე რომ ვთქვათ, დალაიქე ვიდეო მხარდაჭერისთვის, აუცილებლად გამაგებინე შენი დამოკიდებულება ამ ვიდეოსთან დაკავშირებით და ხო, იმედი მაქვს ოდნავ მაინც დაგეხმარა, იმიტომ რომ ჩემი მიზანიც ეს არის. კარგად.